ათეროსკლეროზი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და არტერიების დახშობას. ამ დაავადების დროს არტერიის კედლებზე წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც ავიწროებს და ახშობს არტერიების სანათურს, რაც თავის მხრივ განაპირობებს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, აფერხებს სისხლმომარაგებასა და ჟანგბადის მიწოდებას სხვა შინაგანი ორგანოებისთვის, ეს კი აზიანებს ამ ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. რა იწვევს ათეროსკლეროზს და ვის შეიძლება დაემართოს ეს დაავადება? ამ თემაზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგი ირაკლი ფერაძე. ყველა მიცის ინფარქტი, ინსულტი, განგრენა, ყველა ეს დაავადება სამწუხაროდ ათეროსკლეროზის შედეგია. ათეროსკლეროზი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლძარღვები შიგნით იწყებს რაღაცა ფოლაქები დალექვას და ეს სისხლძარღვებს ავიწროებს. შესაბამისად სისხლი არ მიეწოდება შესაბამის არეებში. თუ ეს გულის სისხლძარღვია, გულისკენ იწყება ინფარქტი, თუ თავისკენ არის ინსულტი იწყება, თუ ფეხისკენ განგრენა. ძირითადად ემართება ასაკში მყოფ ადამიანს და აქვს ასაკში მყოფ მამაკაცებს უმეტესად, თუმცა დღესდღეობით ათეროსკლეროზი გაახალგაზრდავდა. ამას უკავშირებენ იმას, რომ ჩვენი დიეტური პირობები შეიცვალა, ადამიანები ბევრს მიირთმევენ ძალიან მსუხე საკვებს, არის სიმსუქნის ეპიდემია, რასაც რა თქმა უნდა მოყვება ამ ათეროსკლეროზული ფოლაქები. მეორადად რა თქმა პირდაპირ კავშირი არის, მეორადად მოყვება ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენა სისხლძარღვებში. სპეციალისტმა დაავადების სიმპტომებზე ისაუბრა და მოქალაქეებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. როგორც ირაკლი ფერაძემ აღნიშნა, ათეროსკლეროზის პრევენციისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ათეროსკლეროზს სამწუხაროდ არ აქვს ერთი სიმპტომი. ათეროსკლეროზის სიმპტომები არის იმის და მიხედვით, თუ სად გაჭედავს ბჭყალებში ამ სისხლძარღვს ეს ჩვენი ათეროსკლეროზული ფოლაქი. პრევენცია არის ფიზიკური დატვირთვა ყველაზე კარგი. დიეტა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რა თქმა უნდა, რამდენადაც სწორი კვების თანმიმდევრობა, ანუ რამდენად სიზუსტით, რომელი სიხშირით ვიკვებებით. რა თქმა უნდა, საკვები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ისე, რომ ჩვენ შეგვეშინდეს და არაფერი არ მივიღოთ, რაც ქოლესტერინს შეიცავს. არა, ქოლესტერინს ისედაც გამოყოფს ჩვენი ორგანიზმი, თუმცა რა თქმა უნდა, ქოლესტერინის მდიდარი საკვები ჯობია რომ შევზღუდოთ მით უმეტეს იმ ადამიანებში, ვინც მიდრეკილი ამისთვის. მიდრეკილი რას ნიშნავს? თუ მშობლებს ქონდა, თუ ჩვენ სისხლში აღმოგვაჩნდება შესაბამისი მონაცემები, რომ ჩვენ მიდრეკილი ვართ. ათეროსკლეროზის გაჩენისთვის არის სპეციალური ანალიზები, რომელიც უნდა ჩავიტაროთ პერიოდში, თუ პერიოდულად თუ 40 წელს გადაცილებული ვართ და თუ ჩვენ ეს ქოლესტერინის, სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინის მომატება გვაქვს, რა თქმა უნდა, ადრევე უნდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა, რომ საბოლოო ჯამში არ მოხდეს ამ არტერიების შევიწროება.